ბესარიო ნალავიძის სკანდალური აღიარება, რომელიც რეჟიმის სასამართლო სისტემას ამხელს. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ჩანაწერი დღეს განხილვის მთავარი თემაა, თუმცა ქართული ოცნება ამ ბრალდებებზე ამ დრომდე დუმს. ჩანაწერში, რომელიც 2022 წლით თარიღდება, გუშინ გავრცელდა, სადაც ყოფილი მოსამართლე შემზარავ ისტორიებს ყვება. ალავიძე ჩანაწერში იხსენებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს, სადაც წნეხი იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ ყოფილი მოსამართლე სუიციდზეც კი ფიქრობდა. ყოფილი მოსამართლე ასახელებს კონკრეტულ გვარებსაც. ესენი არიან ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ვალერიან ცერცვაძე და ვასილ როინიშვილი, თუმცა ყველა დავალების მთავარი ავტორი, როგორც ირკვევა, ბიძინა ივანიშვილი იყო. რა პასუხი აქვთ ამ სკანდალურ ბრალდებებზე ივანიშვილის თანაგუნდელებს და რა გამოხმაურება მოყვა სასამართლო კორპუსში? სალომე ლაბაძე გვერდდება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ქართული ოცნება ჯერჯერობით დუმს. დღეს პარლამენტის შენობაში ოცნების ორ წარმომადგენელს ჰქონდა დანიშნული შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, თუმცა წინასწარ დაანონსებული ეს ორი კომენტარიც გაუქმდა, თუმცა ქართული ოცნების მესიჯ ბოქსის გამოცნობა წინასწარ მაინცაა შესაძლებელი იმ კომენტარებზე დააყრდნობით, რომლებსაც ალავიძის მიერ დასახელებული მოსამართლეები და კლანის წევრებად შეფასებული მოსამართლეები ავრცელებენ, გულისხმობთ მაგალითად მურუსიძეს, რომელმაც ალავიძის ამ მონათხრობს უწოდა სიცრუე და სწორედ ალავიძე დაადანაშაულა პოლიტიკური მიზნებით მოქმედებაში. სავარაუდოა, რომ ქართული ოცნებისგანაც ასეთი შინაარსის კომენტარებს მოვისმენთ. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ალავიძე არ არის გამონაკლისი და დღესაც კი არის სისტემაში მოსამართლე, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ამ სტატუსს, რომელიც ასევე გახდა ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლის სამიზნე. ჩვენ გულისხმობთ ვლადიმერ ხუჭუას, რომელიც მოქმედი მოსამართლეა და ჯერ კიდევ ამ სისტემას წარმოადგენს. ის თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლეა და სწორედ ამ სტატუსით მან 2024 წელს არჩევნების დასრულების შემდეგ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ხმის მიცემის ფარულობის უფლების დარღვევა დაადგინა ორ საარჩევნო ოლქში, რაც ცხადია, რომ არ იყო სასურველი გადაწყვეტილება ქართული ოცნებისთვის და რასაც მოყვა ოცნების პროპაგანდის თავდასხმაც ვლადიმერ ხუჭუაზე, მათ შორის ხუჭუას ოჯახის წევრებზეც გულისხმობთ მეუღლეზე განსაკუთრებული აქცენტით იყო სწორედ პროპაგანდის მხრიდან შეტევა. ამას იხსენებს ჩვენთან საუბარში დღეს ვლადიმერ ხუჭუა და ამბობს, რომ მეტ დეტალზე საუბარს შეძლებს იმ საქმის დასრულების შემდეგ, რომელიც ახლა სტრასბურგში განიხილება. მანამდე კი ბესარიო ნალავიძის მონათხრობსაც აფასებს ვლადიმერ ხუჭუა, ამბობს, რომ გამაოგნებელია ის, რაც უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ აღწერა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ბევრი რამ მისი მონათხრობიდან ცნობილია იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც ახლაც წარმოადგენენ სასამართლო სისტემას. თუ ეგეთ რაღაცას ამ მსგავს ქონდა ადგილი და ამდენ ხანზე ამ სისტემაში არსებობს და უამრავი მოსამართლე დასახელდა და მოქმედი და ყოფილი, ვინც ამაში იყო, ასე ვთქვათ, გარეული, რავი, ამაზე დისაუცრება რა უნდა იყოს. აი ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არის, სასამართლო სისტემა და მარსაჯულება, მოსამართლეები არ არიან და მოუკიდებლები. თქვენი აზრით გამოძიება უნდა დაიწყოს ამ საქმეზე? ცხადია, რასაც მე რაც მოვისმინე ინფორმაცია ცხადია. პირდაპირ უამრავ დანაშაულებთან დაკავშირებით საუბრობს და როგორ არ უნდა დაიწყოს გამოძიება. თქვენ პირველად მოისმინეთ ასეთი ამ შესაძლო დანაშაულების შესახებ, თუ გქონდათ თქვენს მანამდე ინფორმაცია? მაქვს კი, რაღაცა ყოფილი მოსამართლეები, ზოგიერთი მოქმედი მოსამართლეები კონკრეტულად არ მახსოვს, მაგრამ მსგავსი რაღაცები ამ სისტემაზე ბრალდებები არსებობენ და იყო კი, ეს არ არის დამალული და ეს არ არის ახალი ამბავი. თვითონ სისტემის შიგნიდან არ ფიქრობთ, რომ რეაგირებაა საჭირო, იმიტომ რომ ალბათ რეპუტაციულად მძიმე. ამ სისტემაში ეხლა ვარ მარტო და არ ვიცი, მე არავის კომუნიკაცია არ მაქვს, არავისთან კომუნიკაცია არ აქვს, არც ოფიციალურად და არც პრაქტიკულად არ ვიცი, მე ხამ სისტემაში ცოტა ისე ვარო. მესმის, აი თქვენი გამოცდილებით რისი თქმა შეგიძლიათ? მას შემდეგ რაც თქვენ ბევრის აზრით სისტემისთვის პრობლემური გადაწყვეტილება მიიღეთ. იყო თუ არა თქვენზეც ზეწოლის მცდელობა? დედიანე შეიცვალა, მარტო ჩვენს უნდათ კი არა, ჩემი ახლობლების მიმართაც. სისტემაში კი არა, სისტემის გარეთაც, ეხლა ისეთი ორგანიზებული მას არ უნდა ეხლა გარეგანი თვალიც ხედავდა ამ ყველაფერს, ეხლა შიგნით რო ამაზე არ უსის საუბარი, ისე წარმოებაშია, ევროპულ სასამართლოშია. განხილვაში ჯერ არ არის დასრულებული წარმოება, ამიტომ მე ჩემ გადაწყვეტილებაზე საბოლოო ჩემს პოზიციას არ ვამბობ, მე ვარ ჩემი გადაწყვეტილების ვიცი რომ სამართლიანია, ვიცი რომ ობიექტურია, მაგრამ როგორც კი საბოლოოდ დასრულდება ამ საქმეზე, ჩემ საქმეზე. სამართალწარმოება, მე რა თქმა უნდა, მე გავაკეთებ იმას, რაც უნდა გააკეთოს მოსამართლემ.
მანამდე კი როგორ იმორჩილებს ქართული ოცნება სასამართლო სისტემას და რა ბერკეტებს მიმართავს მოსამართლეების წინააღმდეგ, ამაზე სკანდალური ცნობები დავით ჯუღელმაც გაავრცელა, რომელიც ახლა უკვე ყოფილი მოსამართლეა და რომელიც 2016 წელს კაბელების საქმეს განიხილავდა. ამ საქმის ფარგლებში შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ მაშინ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი დააკავა და ისინი საპატიმროს მოგვიანებით მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვებენ. ჯუღელი კი იხსენებს, რა ბერკეტებს მიმართავდა ქართული ოცნება იმისთვის, რომ მას ამ საქმეზე სწორედ ოცნებისთვის ასურველი გადაწყვეტილება მიიღო. ის ამბობს, რომ პროცესი დაიწყო მუსყიდვის მცდელობით, კერძოდ კი მან მიიღო უვადო მოსამართლედ დანიშვნის შეთავაზება, შემდეგ კი როცა ამ მეთოდმა არ გაჭრა ჯუღელთან კომუნიკაციაში, სისტემა მისი მტკიცებით გადავიდა დაშინების მცდელობაზე. მათ შორის ჯუღელი ამბობს, რომ მის შვილს ერთ დღეს სკოლაშიც მიაკითხეს და მისი გატაცება სცადეს. ის რაც განაცხადა გუშინ პატრონმა ბესომ არ არის უცხო არც ჩემთვის და არც სისტემაში მომუშავე არათუ მოსამართლეებისთვის, არამედ იქ მომუშავე ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის თანაშემწე მდივნებისთვის. ეს არის ფაქტიურად მის მიერ მოთხრობილ აი ამ ამბავში ყოველდღიურობა, რაც ხდებოდა სასამართლოში, ეს პირველი ინსტანცია იქნებოდა თუ საბოლოო ინსტანცია. რა გამოგიცდიათ საკუთარ თავში? ყველაფერი ერთად დაწყებული დაპირებიდან, მოგთამვის მცდელობიდან, დასრულებული, აი ცნობილი ბავშვის გატაცების მცდელობით. ყველაფერი ერთად. ეს რომ მივხვდეთ, ეს არ არის რაღაც ერთი დღის ან ერთი საათის განმავლობაში მიმდინარე პროცესი. ეს არის ჩემ შემთხვევაში ხანგრძლივი, რამდენიმე თვე გაგრძელდა და კომპლექსურად ყველაფერი იყო გამოყენებული, რაც კი შეეძლოთ. შესაბამისად, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ბესარიონ ალავიძე არ არის გამონაკლისი და სისტემის ზოგიერთი მოქმედი თუ ყოფილი მოსამართლე ასევე მიუთითებს იმ პრობლემებზე, რომლებზეც არის აღნიშნული სწორედ ალავიძის მიერ გავრცელებულ ამ ჩანაწერში, უბრალოდ ჩანაწერში, რომელშიც ალავიძე საუბრობს, თუმცა ეს ჩანაწერი გავრცელებულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ. თავად ალავიძე კი არ გამორიცხავს, რომ მან უკვე შესაბამისი დოკუმენტებით და ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერებით გაავრცელოს და მათი გავრცელებით საკუთარი მონათხრობის სისწორე დაადასტუროს.